გამარჯობათ, მე ვარ ფოსფორჯის მომხმარებელი და ამ ვიდეოში გასწავლის Photoshop-ში ბრაშთან დაკავშირებით ყველაფერს, ჩაგდებას და გამოყენებას. და საერთოდ რა არის ბრაში. ხსნით Photoshop-ს საერთოდ ბრაში ახლა არის აი ფუნჯი არის განახეთ რანაირი რაღაცა. დაველოდოთ. ხსნით Photoshop-ს და ვაძლევთ მაგალითად file open და გავხსნათ რაიმე სურათი. და ამ სურათზე გამოვიყენოთ ბრაში, მაგალითად გავხსნათ ეს სურათი, მოგესმით. და გადავიყვანოთ ზოგადად layer ფორმატში. ახლა რა ხდება? ბრაშის შესაგდებად შევდივართ ან Photoshop G-ზე ან PS Master G-ზე და ვიწერთ ბრაშს. შემდეგ ვაძლევთ edit და აი აქ preset manager და აქ ავირჩევთ loads მივცემთ და ბრაშს ავირჩევთ რომელიც გვინდა. ეხლა როგორ უნდა გამოვიყენოთ ბრაში გადავალთ აი ამ ბრძანებაში, შემდეგ მივცემთ აქ. ამით ეს არის ბრაშის ზომა, რამხელა გინდათ იყოს და ეს არის ბრაშის ფერი. ეხლა აი უმეტეს ფერებია აქ წითელი და თეთრი. უფრო კარგი გამოსაყენებელი ფერები. აი ასე წითელი რო იყოს, აი ეს უფრო სისხლი გეგონებათ, აი როგორც ხედავთ ეს სისხლის გავს. ხოლო აი ამას თუ გადავიყვანთ თეთრ ფერში, ასე. აი ეს ეგონება წყალს. აი როგორც ხედავთ წყალს გავს. ეხლა ავიღებ ისეთ ბრაშს, რომელიც ნამდვილად წყალს გავს. წყლის ბრაშია უფრო სწორედ. აი როგორც ხედავთ, ეს არის წყლის ბრაში და როგორც ხედავთ, აი ძალიან გავს წყალს. კი არ გავს წყალია. ეს ვიდეო კურსი დასრულდა, სულ ეს იყო, თქვენ შემდეგ თუ გინდათ აირჩიეთ სხვა ბრაშები და გააკეთეთ ამის სურათი. ეს ვიდეო კურსი დასრულდა, თუ რამე კითხვა ექნება, დატოვეთ ამ მასალის კომენტარებში.